მოგესალმებით მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი კუნძულიდან, შრი-ლანკიდან. შრი-ლანკაში თბილისიდან გავფრინდი ჯაზეერას ავიაკომპანიით, რომელიც საკმაოდ კომფორტული აღმოჩნდა. გადაჯდომა ქუვეითში მქონდა და ჯამში თბილისიდან შრი-ლანკამდე ჩასვლას 12 საათი მოვანდომე. შრი-ლანკაში გჭირდება ვიზა, თუმცა მას აეროპორტშივე ვიღებთ. ძალიან მარტივი პროცედურაა და $40 ღირს. აეროპორტში ჩვენი გიდი დაგვხვდა და გავემართეთ კოლომბოსკენ. სიმართლე რომ გითხრათ, კოლომბო განსაკუთრებული სანახაობებით ვერ დაიგვეყნის, თუმცა ერთი ღამით მაინც გავჩერდით დასასვენებლად და ქალაქში გასასეირნებლად. კოლომბო შრი-ლანკის ყველაზე დიდი ქალაქი და მთავარი ეკონომიკური ცენტრია. მოსახლეობა დაახლოებით 750,000 ადამიანია, ხოლო მისი მეტროპოლიტენური ტერიტორია 5,6 მილიონზე მეტ ადამიანს მოიცავს. ის საუკუნეების განმავლობაში მნიშვნელოვან პორტად ითვლებოდა, სადაც არაერთი ცივილიზაცია, პორტუგალიელები, ჰოლანდიელები და ბრიტანელები ტოვებდნენ თავიანთ კვალს. მოვინახულეთ კოლომბოს ყველაზე დიდი კულტურული ღირსშესანიშნაობა განგარა მაიას ბუდისტური ტაძარი და საღამოს გავემართეთ სანაპიროსკენ, ინდოეთის ოკეანეზე მზის ჩასვლის სანახავად. მეორე დღეს დავიწყეთ შრი-ლანკის შუაგულისკენ გამგზავრება. გზად ბევრ საინტერესო და ლამაზ პეიზაჟებს ხვდებოდით და ხშირად ვჩერდებოდით დრონის კადრების გადასაღებად. ლოტუსის ტბაში მოცურავე კაფეები, ბრინჯის, ქოქოსის და ბანანის პლანტაციები. სადაც არ უნდა გაიხედოს სიმწვანე და სილამაზია. გზად ძალიან ბევრ საინტერესო სიუჟეტებს დააწყდებით, მაგალითად როგორ არჩევენ ქოქოსს. ჰაი. საკმაოდ შრომატევადი საქმე ჩანს, მინდა გითხრათ. გემრიელია. აი, baby coconut, როგორც მითხრეს. აქედან იზრდება ახალი ქოქოსი. ით? გავსინჯოთ. კი, უფრო ტკბილია. ქოქოსის გამო საერთოდ არ შეიმჩნევა. კიო დრონით იღებს, ამოდი ვნახოთ ერთი რას იღებს. ცოტა გაგვიწვინდა, მაგრამ ეს რა წვიმა, ეს უბრალოდ ნესტია. ნახოთ აბა გიორგი რას შვება. ახლა მოვედით სადილისთვის. ნახოთ, ეს დავაგემოვნებთ ადგილობრივი კერძები ყოფილი. This is called paratha. ლავაშივით არის. Coconut roti. Lentils curry. Puri. This is lentils curry. Fried potato curry. The coconut milk with long green beans. Baby jackfruit curry. Baby jackfruit. It's very tasty. Jackfruit რომელია ხალხო? That's a mango curry. Mango. Pumpkin curry with coconut. Amberella. ეს ყველაფერი უნდა გავსინჯო. This is okra. This is sweet potatoes. ტკბილი The კარტოფილი. mushroom curry. სოკო. Eggplants. There's banana flowers. Oh. საინტერესოა. There's ბანანის ყვავილები. Yeah, okra curry. Okra. აქ საკმაოდ მძაფრი სუნი დგას სუნელების. This is fried bitter gourd. Bitter gourd. აზრზე არა ვარ რა არის. Vegetable salads with onions and cucumber. This is very popular in Sri Lanka. We call papadam. Papadam. They made by It's the a rice bread? flowers. No, chips. ამდენ რაღაცას ფიზიკურად როგორ დავაგემოვნებ არ ვიცი. იმდენი ჭამე ადგომის თავი აღარ მაქვს. წავით.
წავედით ახლა სპილოები უნდა დავიჭიროთ. ამ გზაზე უყვართ ხოლმე თურმე გადმოსვლა, როგორც გავიგეთ და თუ გაგვიმართლა, ნახავთ თუ არა და ხვალებ ნახავთ. წვიმა რომ არის ცოტა ნაკლებია იმის შანსი, რომ სპილოები ვნახოთ, რადგან თურმე მათ ეშინიათ ელვის. ესეც მერვე საოცრებად წოდებული სიგირიის ლომის კლდე. იგი შრი-ლანკის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ისტორიული და ბუნებრივი ძეგლია. ეს გიგანტური კლდე მე-5 საუკუნეში სამეფო რეზიდენციად აშენდა და ოდესღაც უზარმაზარი სასახლე და ბაღები ამშვენებდა მას. სამწუხაროდ ძლიერი წვიმა და ნისლი დამემთხვა, რის გამოც ვერ შეუძლია ზემოთ ასვლა. ახლა ვიმყოფებით სიგირიაში, რომელიც შრი-ლანკის ზუსტად შუაგულში მდებარეობს. ძალიან ეგზოტიკური გარემოა, მაგრამ კიდე მოგვითხრა, საღამოს მობნელებულზე მაინც და მაინც გარეთ ნუ გამოხვალთ. გარშემო არის სულ ბრინჯის პლანტაციები და სპილოებს ყვარებიათ მოსვლა საკვებისთვის. ხვალიდან უშუალოდ იმ ადგილების მონახულებას დავიწყებთ, რომელიც ასე ვთქვათ, ტოპ სანახაობებშია შრი-ლანკის. ასე რომ დარჩით ვიდეოს ბოლომდე, რადგან საოცარი კადრები გელოდებათ. შრი-ლანკის გულში უზარმაზარი კლდის მწვერვალზე მდებარეობს ერთ-ერთი ყველაზე წმინდა და შთამბეჭდავი ადგილი, დამბულას გამოქვაბულის ტაძარი. ეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი 2000 წელზე მეტიერად ბუდისტური კულტურისა და სულიერების ცენტრად ითვლება. აქ ვიზიტი $6 დაგიჯდებათ. რაც შეეხება ამ კიბეებს, 400 კიბის აბლაკ ვიწევს. თუმცა სიმართლეც უნდა ითქვას, რომ გარემო ძალიან ლამაზია. აქედან უკვე ფეხზე უნდა გავიხადოთ და ისეთ გავაგრძელოთ გზა. შარვლის ჩაცმა მომიწია, რადგან იდეაში არ არის ეს მოკლე კაბა. თუმცა მოკლეა. სანამ ტაძარში შეხვალთ, ესე უნდა დაიბანოთ ფეხები. დამბულა მხოლოდ ტაძარი არ არის. ეს ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია. იგი შედგება 5 მთავარი გამოქვაბულისგან, სადაც განთავსებულია 150-ზე მეტი ბუდას ქანდაკება. მათ შორის 15 მეტრის სიგრძის მწოლიარე ბუდა. ჭერებსა და კედლებზე კი ულამაზესი ფრესკებია გამოსახული, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ინარჩუნებენ თავიანთ სიდიადეს. თითოეული გამოსახულება ისტორიას ყვება. ისინი ბუდას ცხოვრებას და სხვადასხვა მითოლოგიურ სცენებს ასახავს. ზოგიერთი ნახატი 2000 წელზე მეტისაა. ისტორიულად ამ ტაძარს შრი-ლანკის მეფეები იყენებდნენ საღვთო ადგილისა და თავშესაფრის სახით, ხოლო ბერები დღემდე მედიტირებენ აქ. ძალიან ცხელა, ძალიან. სხვათა შორის ხალხი საკმაოდ კეთილგანწყობილია ტურისტების მიმართ, გვიღიმიან, გვესალმებიან, რაც ნამდვილად სასიამოვნოა. ესეც ოქროს ბუდას ქანდაკება. დამბულას გამოქვაბულის ტაძრის ქვემოთ მდებარეობს ოქროს ბუდას ტაძარი, რომელიც ამ უძველეს კომპლექსში თანამედროვე დანამატია. ტაძრის მთავარი ღირსშესანიშნაობაა 30 მეტრის სიმაღლის ოქროსფრად მრწყინავი ბუდას ქანდაკება, რომელიც შრი-ლანკის ყველაზე დიდი ბუდაა. ტაძარი არა მხოლოდ შთამბეჭდავი სანახაობაა, არამედ მნიშვნელოვანი სულიერი ცენტრი, რომელიც ბუდისტური კულტურისა და რწმენის სიმბოლოდ იქცა. ამის შემდეგ გავემართეთ ცეილონის სოფელში, სანელებლებისა და მცენარეების პლანტაციებში. ახლა თქვენ უყურებთ თუ როგორ მზადდება დარიჩინი. საკმაოდ შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესი ყოფილა. ესეც დარიჩინის ჭხირები. ფრთხილად აცლიან კანს და აი ასე აშრობენ შემდგომ. საინტერესოა არა?
ახლა კი მოვამზადებ ტრადიციულ შრი-ლანკურ ოსპის ქარს. დავესხით ქოქოსის ზეთი და ახლა ვამზადებთ გემრი ელობებს. ქოქოსის რძე უნდა დავესხათ. Good. ახლა უნდა დავლიო რძე, კაკაო, ბანანი და შავი ჩაი ერთად. ესეც ჩვენი სადილი. შრი დალა და მალიგავა, ცნობილი როგორც ბუდას კბილის ტაძარი, შრი-ლანკის ერთ-ერთი ყველაზე წმინდა ბუდისტური ტაძარია. მდებარეობს კანდიში და ინახავს ბუდას კბილის რელიქვიას, რაც მას მნიშვნელოვან სალოცავ ადგილად აქცევს. აქ ვიზიტი $6 ღირს, ფეხზე კი აქაც უნდა გავიხადოთ. აქ ბერები ყოველდღიურად ატარებენ პუჯას რიტუალებს, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი სანახაობაა. ტაძარი ინახავს ბუდას კბილს, რომელსაც ქვეყნის კეთილდღეობის სიმბოლოდ მიიჩნევენ. ახლა მივდივართ ბუდას კბილი უნდა ვნახოთ. გაგვიმართლა დღეში მხოლოდ 3-ჯერ 15 წუთით ხსნიან ხოლმე და ზუსტად მაგ მომენტს დავემტყვიეთ წავედით. ბუდისტების რწმენით ბუდას კბილის ფლობა მეფეს ქვეყნის მფარველობისა და კეთილდღეობის გარანტიას აძლევდა. ამ სიწმინდისადმი განსაკუთრებული პატივისცემის გამო დღემდე ტაძარში დღეში 3-ჯერ ტარდება პუჯას, იგივე მღვდელმსახურების ცერემონიები, სადაც მომლოცველები და ტურისტები ბუდას პატივს მიაგებენ. აქ ასევე შეხვდებით ბუდას, რომელიც რომელი მხრიდანაც არ უნდა შეხედო, მაინც შენ გიყურებს და ამავე დარბაზში მისი ცხოვრების შესახებ ვიზუალური ფრაგმენტებია წარმოდგენილი. ეს ილუსტრაციები გიყვებიან ბუდას დაბადებიდან გარდაცვალების და მისი შემდგომი ცხოვრების შესახებ. კანდის ესალა ფერაჰერა ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი ბუდისტური ფესტივალია შრი-ლანკაში, რომელიც ყოველწლიურად ივლის-აგვისტოში ტარდება ქალაქ კანდიში. იგი ბუდას კბილის რელიქვიის პატივსაცემად იმართება და ტრადიციულად სპილოებით, მოცეკვავებით, მუსიკოსებითა და ბუდისტური რიტუალებით გამოირჩევა. ფერაჰერას სიმბოლო არის გრანდიოზულად მორთული სპილოები, რომლებიც სანთლებითა და ძვირფასი ქსოვილებით იმოსებიან. ყველაზე მნიშვნელოვანი სპილო მთავარ რელიქვიას ატარებს, ბუდას კბილს. მადა მალუა რაჯა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პატივსაცემი სპილო იყო შრი-ლანკაში. ის თითქმის 50 წლის განმავლობაში მსახურობდა მალიგავას მთავარ ცერემონიებში. დღეს კი მისი ფიტული ტაძრის მუზეუმში ინახება, სადაც ათასობით ვიზიტორი ამ ულამაზეს ცხოველს პატივს მიაგებს. საინტერესოა არა? ახლა ჩვენ მივდივართ ამბულუავას მაღალ კოშკზე. ტუк-ტუკით. დროა ჩემი დიდი ხნის ოცნება ავისრულო და აი იქ უნდა ავიდე. შრი-ლანკის შუაგულში გამპოლას ულამაზეს მთებში მდებარეობს უნიკალური და მისტიკური ამბულუავას კოშკი. იგი მხოლოდ კოშკი არ არის. ეს არის სიმბოლო მრავალფეროვნებისა და საოცარი პანორამული ხედების აღმოჩენის. ეს 48 მეტრიანი სპირალური კოშკი 1065 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და შრი-ლანკაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პანორამული წერტილია. მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს მხოლოდ ტურისტული ადგილი არ არის. ამბულუავა არის მრავალკულტურული სიმბოლო, სადაც ბუდისტური, ქრისტიანული, ისლამური და ჰინდუისტური არქიტექტურა ერთ სივრცეშია გაერთიანებული. თუ სიმაღლის გეშინია, მოემზადე. ამბულუავას კიბე ძალიან ვიწრო და დამრეცია. მაღლა ასვლისას გზის ნაწილი ისე ვიწროვდება, რომ გავლა შეუძლებელია, რაც მნახველებს ექსტრემალურ გამოცდილებას უქმნის. კოშკის მწვერვალზე მოხვედრისას შრი-ლანკის ყველაზე ლამაზი ხედები იშლება. მთები, ტყეები და ქალაქი გამპოლა. ეს კოშკი შრი-ლანკაში ყველაზე უცნაური და მისტიკური ადგილია. ამბობენ, რომ კოშკის მწვერვალიდან მზიან ამინდში შეგიძლიათ ინდოეთის კონტურებიც კი დაინახოთ. საინტერესოა, თქვენ თუ გაბედავდით აქ ასვლას. ძალიან მაგარი იყო.
ჩემ თმებს არ ვიმჩნევთ. გიფიქრია, საიდან მოდის ის არომატული ჩაი, რომელსაც ყოველ დღეს ვამ. შრი-ლანკა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ჩაის სამშობლოა. თუ ყველაზე შთამბეჭდავი ჩაის ველები გინდა ნახო, უნდა ეწვიო ნუვარა ელიასა და ელას. აქ მთებს შორის გაშენებული ჩაის პლანტაციები ზღაპრულ პეიზაჟს ქმნის. ახლა ვიმყოფები შრი-ლანკის ერთ-ერთ ულამაზეს და უზარმაზარ ჩაის პლანტაციაში და ჩაის კრეფის დროა. შრი-ლანკის მწვანე პლანტაციებში ჩაი ხელით იკრიფება, რაც მის ხარისხსა და უნიკალურ არომატს განსაზღვრავს. თითოეული ფოთოლი დიდი სიფრთხილით ირჩევა, რათა თქვენი ფინჯანი ცეილონის ჩაი დაუვიწყარი გემოთი გამოირჩეოდეს. ჩაის კრეფის შრომატევადი პროცესი მოითხოვს გამოცდილებას, მოთმინებას და სიყვარულს იმ საქმის მიმართ, რომელსაც თაობები აგრძელებენ. ასევე მინდა გითხრათ, რომ აქ მომუშავე ადამიანები დილის 7-დან 4 საათამდე მუშაობენ და დღეში გაინტერესებთ რამდენს უხდიან? 1500 რუპიას, რაც დაახლოებით $5. ძალიან ცოტაა. მიუხედავად გამოწვევებისა, ისინი დიდი სიამაყით აკეთებენ თავიანთ საქმეს. მათი შრომის შედეგია ჩაი, რომელიც მთელს მსოფლიოში 100-ია განთქმული. საინტერესოა, როგორ იქცევა ეს მწვანე ფოთლები არომატულ სასმელად. მოდი დავესწროთ ჩაის დამუშავების პროცესს. ქალები ხელით აგროვებენ მხოლოდ საუკეთესო ფოთლებს. შემდეგი ეტაპია გამოშრობა და დოღილი. ფოთლები ხმება და მათში ქიმიური რეაქციები იწყება, რაც ჩაის გემოს განსაზღვრავს. ბოლოს კი ხდება მისი დაფქვა და დახარისხება. იფუთება და იგზავნება მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. შრი-ლანკის კანდიდან ელამდე მიმავალი მატარებელი ცნობილია როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი სარკინიგზო მარშრუტი. ის თავდაპირველად გამოიყენებოდა ცეილონის ჩაის ტრანსპორტირებისთვის, მაგრამ დღეს ის ტურისტებისთვის ნამდვილი სამოთხეა. ეს გზა გადის მწვანე მთებში, ჩაის პლანტაციებში და ჯუნგლებში, რაც მგზავრობას დაუვიწყარ გამოცდილებად აქცევს. მგზავრობა 6-7 საათი გრძელდება, მაგრამ თითოეული წუთი ნამდვილ ზღაპარს გავს. ეს მატარებელი მხოლოდ ტრანსპორტი კი არა, შრი-ლანკის ბუნების, ისტორიისა და კულტურის საოცარი შერწყმაა. ცხრათაღიანი ხიდი, რომელსაც ხშირად ცის ხიდსაც უწოდებენ, შრი-ლანკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოგენური ადგილი და უნიკალური საინჟინრო სასწაულია. 1921 წელს შრი-ლანკაში ფოლადის ნაკლებობის გამო ბრიტანელებმა ხიდის მშენებლობა შეწყვიტეს, თუმცა ადგილობრივმა ინჟინერმა ხიდი სრულად ქვისა და ცემენტისგან ააშენა. ლეგენდის მიხედვით ბრიტანელებს ხიდის სიმტკიცის არ სჯეროდათ, ამიტომ მისი შემქმნელი ხიდის ქვემოთ დადგა და ასე გაატარეს პირველი მატარებელი. ახლა კი ყველაზე საინტერესო იწყება საფარის ტურის დროა. შრი-ლანკაში თუ მოგზაურობთ, მაშინ აუცილებლად უნდა ეწვიოთ საფარის ტურს, რადგან აქ ცხოველებს, ფრინველებს ველურ ბუნებაში დააკვირდებით და არის საოცარი გამოცდილება. ჩვენ ახლა მათი სტუმრები ვართ. იალას ეროვნული პარკი შრი-ლანკის ყველაზე ცნობილი და მეორე უდიდესი ნაკრძალია, რომელიც უნიკალური ველური ბუნებით გამოირჩევა. საუკეთესო დრო ვიზიტისთვის გამთენიისას ან მზის ჩასვლისას არის, როცა ცხოველები ყველაზე აქტიურები არიან.
შრი-ლანკის სამხრეთ სანაპიროზე შეგიძლია იხილო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური და იშვიათი მეთევზეობის მეთოდი თევზაობა ბოძებზე. ეს ტრადიცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაჩნდა, როდესაც ადგილობრივებმა საკვების დეფიციტის, სანაპიროს შეზღუდული სივრცის და ტალღების გამო ტრადიციული მეთოდით თევზაობა ვერ შეძლეს. ისინი წყალში ჩადგმულ ბოძებზე აძვრნენ და ასე დაიწყეს თევზაობა. მეთევზეები ხის ვიწრო ჯოხებს ესხედან, რომლებიც ქვებშია ჩასობილი და ბალანსს ინარჩუნებენ, მანამ სანამ ანკესით თევზს არ დაიჯერენ. საინტერესოა, რატომ აირჩიეს თევზაობის ასეთი მეთოდი. ბოძებზე ყოფნა თევზს არ აშინებს, ტალღები არ უშლით ხელს, რადგან მაღლას ხედა და ის მემკვიდრეობით გადმოცემული უნარია, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. ასეთი სტილით თევზაობა ადრე გადარჩენისთვის აუცილებელი იყო. ახლა კი ძირითადად ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სანახაობაა. გალე ჩვენი შრი-ლანკური მოგზაურობის ბოლო დანიშნულებაა. საკმაოდ განსხვავებული და ხვდა აქაურობა და ზოგადად შრი-ლანკა ძალიან მრავალფეროვანია. მოდი გავისეირნოთ მის ქუჩებში და თან დავათვალიეროთ, თან მოგიყვებით საინტერესო ამბებს მის შესახებ. გალე შრი-ლანკის სამხრეთით მდებარე ულამაზესი ქალაქია, რომელიც ცნობილია თავისი ჰოლანდიური ციხესიმაგრით, კოლონიური არქიტექტურით და ზღვისპირა ატმოსფეროთი. აქაური ქუჩები ევროპული ქალაქის ატმოსფეროს ქმნის, მაგრამ შრი-ლანკური სული ყველგან იგრძნობა. ესეც შრი-ლანკის ერთ-ერთი ყველაზე საოცარი და ისტორიული ადგილი, გალეს ციხესიმაგრე. იგი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია და ერთ-ერთი ყველაზე კარგად დაცული კოლონიური ციხესიმაგრე აზიაში. პორტუგალიელი, ჰოლანდიელი და ბრიტანელი კოლონიზატორების არქიტექტურა ერთ სივრცეშია თავმოყრილი, რაც მას უნიკალურს ხდის. ციხესიმაგრიდან ზღვის ულამაზესი ხედები იშლება. იგი ისტორიისა და კულტურის საოცარი ნაზავია. ჩემი შრი-ლანკაში მოგზაურობა ამით დასასრულს მიუახლოვდა. იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო, თუ დალაიქებთ და კომენტარებთ, ძალიან დამეხმარებით. ასევე არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა, რადგან წინ კიდევ უამრავ საინტერესო ამბავს გპირდებით. სულ ეს იყო, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. დროებით!